დავიწყოთ კავკასიით, სომხეთითა და აზერბაიჯანით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეგიონს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ეწვია და ჩანს, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით ახალი მომენტუმი გაჩნდა. რა პროგრამებსა თუ მეთოდებს იყენებს ნატო ამ ქვეყნების მედეგობის გასაზრდელად და მათი თავდაცვისა და ნატოსთან პარტნიორობის გასაძლიერებლად? ისტორიულად კავკასია ნატოსთვის დიდი ინტერესის რეგიონია. აქვეა ჩვენი წევრი ქვეყანა თურქეთი, რომელიც უშუალო მეზობელია. კავკასიის სამივე ქვეყანას, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, მჭიდრო ურთიერთობა აქვს ნატოს სხვადასხვა წევრ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, ნატო მუდმივად იყო დაინტერესებული ამ რეგიონით და ყოველთვის სურდა ამ რეგიონის ქვეყნებთან მუშაობა. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, როგორც აღნიშნეთ, გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკა ახლახან იმყოფებოდა რეგიონში და ორივე ქვეყანა მოინახულა. ფიქრობ, ეს იმ მნიშვნელობის დასტურია, რომელსაც ჩვენ ამ ორ ქვეყანასთან ისევე როგორც საქართველოსთან ურთიერთობას ვანიჭებთ. საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობა უკვე მრავალ ათწლეულს ითვლის. პრაქტიკული თანამშრომლობის თვალსაზრისით პირველ რიგში საქართველოს უნდა ვახსენოთ. ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში განვითარდა და ძალიან გაღრმავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს თავდაცვის ძალები, რომლებიც ნატოს ჯარისკაცების გვერდით თავდადებით იბრძოდნენ სხვადასხვა რეგიონში. ისინი დღესაც აგრძელებენ ნატოს ძალებთან ერთად მსახურს ზოგიერთ ლოკაციაზე. ნატო ამ თანამშრომლობას ძალიან აფასებს. They continue to serve alongside NATO forces in some places. And this cooperation is very appreciated by NATO. სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის დონე შედარებით დაბალი იყო. თუმცა ახლა ვიწყებთ ნაბიჯების გადადგმას და განვიხილავთ, როგორ გავაღრმავოთ თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან. თქვენ ახსენეთ მედეგობა. მედეგობა უმნიშვნელოვანესია როგორც ნატოს წევრებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. საუბარია იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ უკეთ დაიცვან თავი იმ საფრთხეებისგან, რომლებიც კონვენციური კონფლიქტის ან თავდასხმის ზღვარს ქვემოთაა. დღევანდელ მსოფლიოში მრავალგვარ საფრთხეს ვხედავთ. იქნება ეს კიბერსაფრთხეები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები თუ დეზინფორმაცია. თუ ჩვენ როგორც მოკავშირეები და პარტნიორები ერთად ვიმუშავებთ, შევძლებთ ამ საფრთხეებისგან დაცული უსაფრთხოების გარემოს შექმნას. სომხეთში არჩევნები ახლოვდება. ქვეყანა რუსეთისგან დისტანცირებას და ნატოსთან დაახლოებას ცდილობს. არსებობს თუ არა სომხეთისთვის თავდაცვითი დახმარების რაიმე პროგრამა, რომელსაც განიხილავთ. იქნება ეს კონვენციური თავდაცვისთვის თუ ჰიბრიდული ოპერაციების წინააღმდეგ. სომხეთთან მუშაობის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. თუმცა თავიდანვე უნდა აღვნიშნო ერთი რამ. ნებისმიერი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყანასთან უნდა ეფუძნებოდეს ინტერესთა თანაკვეთას. რა შედის ნატოს ინტერესებში და ამავდროულად რისი სურვილი აქვს საკუთრივ პარტნიორ ქვეყანას. ჩვენ არავის ვაიძულებთ თანამშრომლობას და არც სომხეთია ამ ხრივ გამონაკლისი. სომეხ ოფიციალურ პირებთან რეგულარულად განვიხილავთ იმ სფეროებს, სადაც ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია. ამ ეტაპზე საკმაოდ კარგი თანამშრომლობა გვაქვს. მაგალითად, სამხედრო განათლების სფეროში. გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთან და შეიარაღებულ ძალებთან. ასევე ვახორციელებთ პროგრამას მთლიანობის ასაგებად, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში ანტიკორუფციულ საკითხებსა და გამჭვირვალობაზეა ორიენტირებული. მომავალში სომხეთთან ამგვარი მიმართულებების კიდევ უფრო გაფართოება შეგვიძლია. თუ განიხილავთ კავკასიის ქვეყნებს შორის ერთობლივ თანამშრომლობას, თუ ეს ჯერ ნაადრევია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით მეტის გაკეთებას შევძლებთ. ბოლო წლებში კავკასიის მინიმუმ ორ ქვეყანას შორის გვქონდა სხვადასხვა ფორმატის თანამშრომლობა. გვაქვს სხვადასხვა პროექტი, მაგალითად პროგრამის მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის SPS-ის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ კვლევით მუშაობას მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის. აქ შესაძლებელია სხვადასხვა პარტნიორს შორის კოორდინაცია. საბოლოო ჯამში კავკასია გეოგრაფიულად მცირე რეგიონია და თუ მოვძებნით გზებს ამ ქვეყნების მეტად დასაახლოებლად, ეს შესანიშნავი იქნება. მომავალში საქართველოს შეიძლება ამ პროცესისთვის კარგი ადგილი გახდეს.
უფრო ვრცლად რომ გითხრათ შესაძლებლობების მშენებლობაზე. როდესაც საქმე ეხება რუსულ საინფორმაციო საფრთხეებს, ისევ და ისევ ჰიბრიდულ ოპერაციებსა და იმ ბოროდ განზრახულ ქმედებებს, რომლებიც არ წარმოადგენს კონვენციურ სამხედრო საფრთხეს, მაგრამ მაინც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების უსაფრთხოებას. გაქვთ თუ არა კონკრეტული პროგრამები თითოეული ქვეყნისთვის ამ რეგიონული მასშტაბით? როგორ პასუხობთ რუსეთიდან მომავალ ამ კონკრეტულ საფრთხეს? We certainly consider Russia the biggest threat as far as NATO is concerned. მიუხედავად იმისა, რომ ნატოსთვის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევა და ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნისთვისაც ასია, ჩვენი პროგრამები კონკრეტულად რომელიმე ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი მიზანია პარტნიორ ქვეყნებში შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის საფრთხის წყარო, ჩვენ ვხედავთ სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად ჩინეთს ან ირანს, რომლებიც პარტნიორ ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მსგავს მტრულ ტაქტიკას იყენებენ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ისეთი შესაძლებლობები, რომლებსაც ქვეყნები ნებისმიერი საფრთხისგან თავდასაცავად გამოიყენებენ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ნატოს ფარგლებში გვაქვს არაერთი პროგრამა, რომელსაც პარტნიორებთანაც ვიყენებთ. თქვენ ახსენეთ სტრატეგიული კომუნიკაციები. ამ სფეროში ბევრს ვმუშაობთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა მოლდოვა და იორდანია. მუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამ ქვეყნებს გააძლიერონ საზოგადოება გარედან თუ შიგნიდან მომავალი დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ამას უკვე ვაკეთებთ და რეგიონში მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურება შეგვიძლია. Misinformation coming from outside or indeed from inside the country from different threat actors. So we do a lot of that already and we can always do more in the region. მეტი გითხარით მოლდოვაზე, რომელიც ასევე რთულ ვითარებაშია. ჩანს, რომ აშშ მოლდოვას ახლა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს. როგორია მოლოდინები ნატო მოლდოვას ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით? We have a very strong partnership with Moldova which მოლდოვასთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში განვითარდა. მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უკრაინასა და რუმინეთს შორის, როდესაც ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მოლდოვასთან ბევრ პრაქტიკულ საკითხზე თანამშრომლობთ. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ნატოს შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვის ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებაში, საკუთარი უსაფრთხოების უკეთ უზრუნველსაყოფად. Their defense forces and help them develop their defense capabilities to better provide security for themselves. So in particular in ბოლო წლებში მათთან საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ. დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. ასევე კიბერუსაფრთხოება და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ზოგადი გაძლიერება. მათ შორის რეკრუტირების საკითხებზე, რათა მათ ყავდეთ უფრო თანამედროვე ძალები ქვეყნის უკეთ დასაცავად. So that they have a more modern set of forces to better be able to defend the country. თქვენი გადმოსახედიდან ხედავთ თუ არა მოლდოვას უფრო მეტად გააქტიურებას ნატოსთან ურთიერთობაში. ვინაიდან მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა და არ გაუკეთებია განაცხადი წევრობაზე, ხედავთ თუ არა რაიმე ცვლილებას განსაკუთრებით 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მათ აქვთ ნეიტრალიტეტი, ბევრი პარტნიორი, ვისთანაც ვმუშაობთ, მაგალითად ავსტრია და შვეიცარია, ასევე ნეიტრალური ქვეყნებია. სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის ნეიტრალიტეტი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის თანამშრომლობის გარკვეულ დონეს. როგორც ადრე აღვნიშნე, ყველაფერი, რასაც მოლდოვასთან ვაკეთებთ, ხდება მათივე მოთხოვნით. ჩვენ ქვეყანას არაფერს ვაიძულებთ. რაშიც მათ სჭირდებათ თანამშრომლობა, ჩვენ ვპოულობთ გზებს მათ დასახმარებლად. 2022 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მათ თავი უფრო დაუცველად და მოწყვლადად იგრძნეს. მათ თავად განსაზღვრეს ის სუსტი წერტილები, რომლებიც საჭიროებდა რეაგირებას უკეთესი თავდაცვისთვის. სწორედ ამ საკითხებში მოგმართეს დახმარებისთვის და ჩვენ შევძელით მხარდაჭერის აღმოჩენა. Russian invasion of Ukraine in 2022 full-scale invasion. როგორი მოქმედა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნატოს ხედვაზე რეგიონის მიმართ მედეგობის, შესაძლებლობების მშენებლობის და პარტნიორების დახმარების კუთხით. Resilience, capacity building and assistance that NATO provides to its partners.
Before 2022, NATO had 2022 წლამდე ნატოს ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა ბევრ ინდივიდუალურ პარტნიორთან, თუმცა პრაქტიკული თანამშრომლობა უმეტეს მათგანთან შედარებით დაბალ დონეზე იყო. შეჭრის შემდეგ მოკავშირეებმა უფრო მკაფიოდ გააცნობიერეს პარტნიორობის მნიშვნელობა. მათ დაინახეს იმ მუშაობის შედეგები, რაც ჩვენ უკრაინასთან სრულმასშტაბიან შეჭრამდე გავწიეთ შესაძლებლობების მშენებლობის კუთხით. როგორ დაეხმარება ეს უკრაინას რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში. And how elements of that work helped Ukraine resist the initial Russian attack. And so now more value is placed. ახლა პარტნიორებთან მუშაობას გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამან მოგცა საშუალება გავაძლიეროთ მუშაობა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა მოლდოვა, ასევე ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელსაც განსხვავებული რისკები და მოწყვლადობა აქვს. ჩვენ ახლა მეტი რესურსი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყნებს თავდაცვისა და უსაფრთხოების განვითარებაში. რამდენად ოპტიმისტურად ხართ განწყობილი კავკასიის მიმართ? კერძოდ, ამ სამ ქვეყანას და ნატოს შორის ურთიერთობების, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონის მომავალზე. And maybe even the wider Black Sea region. How do you see the future of this? For the Caucasus region itself, I'm very optimistic. კავკასიის რეგიონის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ბოლო თვეებში მათ შორის გასული წლის აგვისტოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ იმპულსი მისცა რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესს. თუ ამ პროცესს განვამტკიცებთ და უფრო კონკრეტულს გავხდით, შევძლებთ რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიღწევას. ეს სასარგებლო იქნება ნატოსთვის, ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის. That will be of benefit to NATO, it will be of benefit to individual NATO nations and wider Black Sea security as well. ასე რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ბევრი საკითხია გადასაჭრელი, მაგრამ ვფიქრობ, პროგრესის მიღწევას შევძლებთ. You mentioned Georgia in a couple of contexts and you said that თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოსთან პარტნიორობა გრძელდება. Tell us more about the partnership. გითხარით მეტი ამ პარტნიორობის ისტორიაზე. სად ვართ ახლა და რას ფიქრობთ მომავალზე? Well, it's a long historic partnership. ეს არის ხანგრძლივი ისტორიული პარტნიორობა. ვფიქრობ, ნატოში ყველა აღიარებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებმა შეიტანეს რეგიონულ და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. Regional security, but wider security in the Euro-Atlantic area. საქართველოს წვლილი მაგალითად ავღანეთში ნატოს ყველა ქვეყანას ახსოვს და ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია იამაყოს ამ წვლილით. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობებს, განსაკუთრებით თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან. გვაქვს ბევრი მიმდინარე პრაქტიკული პროექტი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ჩარჩო ახლა გაცილებით რთულია. ნატომ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი საქართველოში ამჟამინდელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ და შემდეგ აღვადგინოთ ისეთივე ურთიერთობა, როგორიც მანამდე გვქონდა. საქართველოსა და ნატოს, ისევე როგორც საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ბევრი საერთო ინტერესი არსებობს. ჩვენ გვსურს კვლავაც ამ საერთო ინტერესებზე დაყრდნობით გავაგრძელოთ მუშაობა. Building on those joint interests.